პედაგოგისა და სამოქალაქო აქტივისტის ნინო დათაშვილის უფლებადამცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პროკურატურამ სრულიად უსაფუძვლოდ მოითხოვა დათაშვილისთვის სასამართლოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ განმარტო, რომ თავად დაცვის მხარემ წარადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქოემოციური ლაბილობა და ექსპერტიზის დანიშვნა მიზანშეწონილად ამიტომ ჩაითვალა. პროკურატურის განცხადების საპასუხოდ ნინო დათაშვილის ადვოკატმა აღნიშნა, რომ დათაშვილს აქვს ფსიქოემოციური ლაბილობა, რაც სიმპტომია და არა დიაგნოზი. ნინო დათაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს ქუთაისში უწყვეტ საპროტესტო აქციაზე. ნინო მასწავლებელია, ცრემლები ადამიანურია, რეჟიმი საბჭოური. აქტივისტებმა მსგავსი წარწერებით ბანერები მიიტანეს აქციაზე. ჩვენმა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გააცოცხლა თავისი ნაცადი საბჭოური მეთოდი და თვალწინ გაგვიცოცხლა ნაზი შამანაურის ისტორია. ჩვენ არ დაუშვებთ 21 საუკუნეში მსგავსი პრეცედენტის განმეორებას. მე მოუწოდებ ჩემს კოლეგებს, პედაგოგებს, რომელთა უმრავლესობა დუმარებაში იყვნენ აქამდე და გონიათ, რომ ჯერ კიდევ გონიათ, რომ ეს რეპრესიული კანონები, რომლებსაც ხელისუფლება ყოველდღიურად გვახვევს თავს, მათ არ შეეხებათ. და მე მინდა, რომ სრული მხარდაჭერა გამოუცხადო ნინო დათაშვილს და მე მინდა, რომ ყველა ექიმმა, ყველა ფსიქიატრმა, ყველა პედაგოგმა ხმა აიმაღლოს ამ ყველაზე მძიმე ვითარებაში და ყველაზე მთავარი მინდა ვთქვა ის, რომ ხერხემლის დაავადება აქვს ნახევარ საქართველოს. და ის ტკივილები, რომლებსაც ჩემს ირგვლივ განიცდიან ადამიანები და ეს სავსებით ადამიანურია, ეს ცრემლები ადამიანურია, ეს ხელისუფლება არის საბჭოური. ნინო დათაშვილისათვის სასამართლოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას აფასებს ექიმი ფსიქიატრ ნარკოლოგი ვახტანგ სიხარულიძე. მისი თქმით, რეჟიმი ცდილობს საბჭოთა ფსიქიატრიის აღორძინებას. ემოციური ლაბილობა არ არის ისეთი დიაგნოზი, რომლის დამტკიცებასაც თუ დადგა საკითხი და დასვა რომელიმე მხარემ გიდვა, ადვოკატმა გიდვა, მოსამართლემ გიდვა, პროკურორმა, რომ 20 დღიან სტაციონარულ ექსპერტიზას საჭიროებდეს და ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პროკურორმა და მას დაეთანხმა მოსამართლე, ეს ნიშნავს იმას, რომ რეჟიმი ცდილობს საბჭოთა ფსიქიატრიის აღორძინებას და აქტიურად ნინო დათაშვილი ეს არის ნაზი შამანაური დღეს. ანუ თუ ასეთი რაღაცებზე არ ამოიღეს ჩემმა კოლეგებმა ხმა და არ თქვეს ხმა, მაგრამ არ განაცხადეს, ძალიან ცუდი იქნება. მედი მაქვს, რომ ჩემი კოლეგები ხმას ამოიღებენ და სათანადოდ გაუსვამენ ხას იმას, რომ ეგ გადაწყვეტილება, რაც მიიღო პროკურორმა და რაშიას დაეთანხმა, რა ქვია, მოსამართლე და გადაიყვანეს 20 დღიან სტაციონარულ ექსპერტიზაზე, ფსიქიატრულ ექსპერტიზაზე ნინო დათაშვილი, ეს არის შეცდომა არა, ეს არის დანაშაული. სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, ის რუსთავის ნომერ მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ნინო დათაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე ზედამხედველობას აგრძელებს. როგორც იოსელიანის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში აღნიშნული, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დათაშვილი 2 აგვისტოსაც მოინახულა, რა დროსაც ბრალდებულმა ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით ისაუბრა. ცნობისათვის ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალად ედება საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დანაშაულის სასჯელის სახით და ზომად ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.